დახმარებისთვის მიმართავდა საბჭოთა რუსეთის წითელ არმიას. შეთქმულებმა შულავერში შექმნეს საქართველოს ეგრეთ წოდებული რევოლუციური კომიტეტი, დროებითი მთავრობა, რომელსაც ხალხმა შულავერის მთავრობა უწოდა. რაკომმა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. კომიტეტში, რომელიც კრემლში შეიქმნა, შედიოდნენ ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბუდუმდივანი და სხვა პირები. ქართული მოსახლეობა არასაკმარისად ერთსულოვანი აღმოჩნდა მაშინ. ქართველთა შორის აღმოჩნდნენ პირდაპირ შეიძლება ითქვას მოღალატენი, რომელმაც შექმნეს ეგრეთ წოდებული საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, მეორენაირად შულავერის კომიტეტსაც ვეძახით მას. ამ ადამიანებს ეგონათ, რომ თვითონ სამართლიანობას ამყარებდნენ, მაგრამ მათ დაივიწყეს ერთი ძირითადი, აუცილებელი და საერთაშორისო ნორმა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქისათვის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველა სხვა ფასეულობაზე მაღლა დგას. არსებობს ასეთი მოსაზრება, მაგრამ არსებობს ფილიპე მახარაძის წერილიც, რომელიც მან მოსკოვში 1921 წლის დეკემბერში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გაგზავნა. ჩვენ ვაცხადებდით, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვადით, მაშინ როცა სინამდვილეში თანმიმდევრულ ნაბიჯებს უდგავდით ამ პირობის დასარღვევად. ასე მოტყუებით, ღალატით და ძალმომრევებით წართვეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 1921 წლის 6 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ბათუმში ბოლოს ხდომა ჩაატარა და რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის დატოვება, ევროპაში წასვლა და იქიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა უბრძანა. მენშევიკური მთავრობა გაიქცა, ქართველმა პატრიოტებმა კი კიდევ დიდხანს გასციეს წინააღმდეგობა, რამაც უამრავი მათგანის სიცოცხლე შეიწირა. 1921 და 2008 ისტორიული თარიღი და პარალელები ორ ოკუპაციას შორის დღეს ქრონიკის ობიექტივში რუსეთის დემოკრატიული ძალები მოხვდნენ. ადამიანები, რომელთა სახელები თავისუფალ სიტყვასთან და მოვლენების ობიექტურ შეფასებასთან ასოცირდება. ვალერია ნავადვორსკაია, კონსტანტინ ბარავოი, ანდრეი ილარიონოვი და კონსტანტინ ბუკოვსკი რუსეთის ხელისუფლების მიზნებზე საუბრობენ. რა სურდა მოსკოვს 99 წლის წინ და რა სურს ახლა პოლიტიკური პარალელები და შეფასებები ნოდარ მელაძის სიუჟეტში ნახეთ. 99 წლის წინ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ოფიციალურად გააფორმა. 25 თებერვალს თბილისიდან მოსკოვს აცნობეს, რომ მერიის თავზე ქართულის ნაცვლად საბჭოთა დროშა ფრიალებდა. წითელმა ეპოქამ საქართველოში 70 წელი გასტანა. 90-ში ისევ ამ მოედანზე, ისევ ამ შენობაზე და ისევ ის დროშა აფრიალდა, რომელიც წითლებმა ჩამოხსნეს. შემდეგ იყო ორი ომი და ერთი ოკუპაცია. 1921-2008 ორი ისტორიული თარიღი და პარალელები მოვლენებს შორის. დღეს ქრონიკის ობიექტივში ის ადამიანები მოხვდნენ, ვინც ყველაზე კარგად იცის რა არის რუსული ოკუპაცია. ვალერია ნავადვორსკაია, დისიდენტი, რომლის სახელიც თავისუფალ სიტყვასთან ასოცირდება. ამბობს, რომ საქართველოს საბჭოთა კლანჭებში არ აღმოჩნდებოდა რომ არა მეხუთე კოლონა და სტალინი ორჯონიკიძის ტანდემი. 1921-ში თბილისის გაწითლებას ნოვოდვორსკაია ქართული დემოკრატიული ძალების სისუსტეს აბრალებს და ფიქრობს, რომ საფრთხეები მაშინაც და ახლაც იდენტურია. რაც მოხდა 2008 წელს, ამას პრეცედენტი არ აქვს. ეს არის უმიზეზო ომი, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ რუსეთ-ფინეთის ომს. მოსკოვს მაშინ დასჭირდა და მიწა მოაჭრა ფინეთს. ახლაც იგივე გააკეთა. მოაჭრა საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი. რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება კომპლექსიანია. მათ შურს სხვისი. ისინი არიან კომუნისტების მემკვიდრეები, მაგრამ არიან ფაშისტები, თანაც უზრდელები. ის ფიქრობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის კავშირი არ უნდა აღდგეს, მანამ ვიდრე რუსეთში ხელისუფლება არ შეეცვლება. მიზეზი ნოვოდვორსკაიასათვის ერთია, მოსკოვის იმპერიალისტური ზრახვები. სანამ რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის, მასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეთ. ახლა თქვენ გეკითხებით, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა იურთიერთოს დინოზავრთან? პასუხი არის, არ უნდა გქონდეს კავშირი. მხოლოდ უნდა დააკვირდეს, რომ არ შეჭამოს. კონსტანტინე ბარავოი ნოვოდვორსკაიას დიდი ხნის მეგობარია. ერთად და ცალ-ცალკე ისინი პუტინი მედვედევის ალიანსს ხშირად აკრიტიკებენ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა. როდესაც ქრონიკის ობიექტივში 1921-2008 წლის მოვლენები შეაფასეს და პარალელები გავლეს, განმარტეს, რომ განსხვავება მაშინდელ და მოქმედ რეჟიმებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ორივე ეპოქაში საქართველოს ოკუპაციას ჩეკისტები ცდილობდნენ. დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება არის
მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრე. ეს არის არა მარტო იდეოლოგიური, არამედ გენეტიკური კავშირიც. ესენი არიან ჩეკისტები. სანამ პუტინის ჩეკისტების ბანდა იქნება, მანამდე საქართველოს მიმართ იქნება აგრესია და ზიზღი. ამ ყველაფრის მიზანი არის საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. ახლა ჩვენ ხომ პარლამენტის შენობასთან ვართ. რუსეთს სურს რომ ამ შენობაში იჯდეს ის ხელისუფლება, ვინც მას დაემორჩილება და არა დემოკრატიული ძალები. ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა შესაძლოა ორ შემთხვევაში მოხდეს. პირველი, თუ საქართველო გახდება რუსეთის კოლონია და მეორე, თუ რუსეთი გახდება დემოკრატიული ქვეყანა. ის პუტინის თანაგუნდელი იყო ანდრეი ილარიონოვი, ცნობილი ეკონომისტი, ახლა კი რუსეთის მმართველი გუნდის მთავარი ოპონენტი. როდესაც მოსკოვის მიერ საქართველოს ორ ოკუპაციას შორის პარალელებს ავლებს, იხსენებს იმას, რაც კრემლში ყველაზე ხშირად ესმოდა. ამიტომ აქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე, რატომ სურს მოსკოვს საქართველოს დაპყრობა. Цель одна и та же. Цель თუ შევადარებთ 1921 და 2008 წლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პროპაგანდისტული ომი, მაგრამ მიზანი ორივე შემთხვევაში იყო ერთი. ეს არის საქართველოს ხელისუფლების შეცვლა, გეოპოლიტიკური ორიენტაციის გადახედვა და საგარეო კურსის შეტრიალება. ზუსტად ეს არ მოსწონს პუტინს და მოსწონდათ პუტინის წინაპრებს 1921 წელს. не нравится российским властям. როდესაც საბჭოთა ეპოქის დისიდენტები 87 წლიანი ინტერვალით საქართველოში განხორციელებულ ორ ოკუპაციას ერთმანეთს ადარებენ, მაშინ ამბობენ, რომ იქნება მესამეც. იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საქართველოში ახალ მეხუთე კოლონას მოძებნის. კონსტანტინე ბუკოვსკი, პუბლიცისტი, რომელიც რამდენიმეჯერ გახდა რეპრესიების მსხვერპლი, დღეს ფიქრობს, რომ რუსული აგრესიის საფრთხე ნელ-ნელა იკლებს და 20 წლის შემდეგ მოსკოვის აღარავის შეეშინდება. ახლა მოსკოვის საქმე სტაგნაციისკენ მიდის, ის ნელ-ნელა სუსტდება. უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ჩვენ ნახავთ, რომ 20 წლის შემდეგ რუსეთის აღარავის შეეშინდება, იმიტომ რომ ის დაშლას დაიწყებს. მისი აღარ შეეშინდება და ის დაკარგავს ყველაფერს. ჯერ ურალს გაღმა ტერიტორიებს, შემდეგ სხვა რეგიონებს. ამის მერე მოსკოვში მიხვდებიან, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიას თავი უნდა დაანებონ. რუსეთი შეიძლება მხოლოდ ერთმა გზამ აიძულოს პატივისცეს სხვას და ეს არის კრიზისი. რუსეთის დემოკრატიული ძალები ფიქრობენ, რომ მალე მოსკოვი საკუთარი უტიფარი პოლიტიკის გამო დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებული იქნება და იმ რკინის ფარდის მიღმა მოექცევა, რომელიც წლების წინ 14 ქვეყნის საზღვრებს მიღმა თავად ჩამოაფარა.